დასავლეთი ამერიკა დაიპყროს სპარსეთის ყურეს, ააშენებს დიდ მსოფლიო მნიშვნელობის სავაჭრო ქალაქს, ეს იმიტომ მოხდება კიდევ თავი იმართოს რატომ უნდა ეს ტერიტორია. როგორც უყურებთ თქვენ მას ყველა სრუტეების და პორტების დაკავება სურს დროთა განმავლობაში. და ხშირად სამართლო გზასაც მიმართავს, მაგრამ ვენესუელას პრეზიდენტი ცოლით ხამე როგორ აიყვანეს და რამდენიმე ათეული ადამიანი ორივე მხრიდან ერთგვერდად, ეს არაფერია მათთვის. ადამიანი არის მათთვის ბიოლოგიური მასა, მეტი არაფერი. აი როდესაც თარგმნიდი ეს დღეები მამათა წინასწარმეტყველებას არქიმანდრიტ ნაობის წიგნს, საზარელი სურათებია დახატული. როგორ მოვა ანტიქრისტე, სპიერებით, მოჩვენებითი სიკეთეებით. ამიტომ ეფრემასო მას მელია უწოდა ამის გამო. და იმდენს იზამს, რომ სიმპათიურად განაწყობს და თითქმის ლოგიკური აუცილებლობა დადგება, რომ ის უნდა აირჩიონ მესამე ამ ომის დანგრევებზე აირჩევენ ანტიქრისტეს. და მე ამოანთქებს თავის ბოროტ ბუნებას. ყოველივე არათუ ქრისტიანულს, ყოველივე ადამიანურს აგრძალავს. რომ ჩამოგითვალოთ კერძოდ რას მოიტანს, შეიძლება შეწყვეტოს ზოგიერთი თქვენთაგანი. ეხლაც როცა ომი დაიწყო, ირანი დაბომის რატო ესეთია, ასეთია თუ ისეთია, ფარისეველო თავად არ ამბობს, რომ ადამიანთა უფლებები, დამოუკიდებლობა, დემოკრატია, მიეთი მოეთი, ესე იგი როცა გაწყობს ასია და როცა არ გაწყობს სხვაგვარად მსვლელობ. ეს არ არის სამართლიანი. ეხლა ამას თავი ვანებოთ. როგორც ქრისტიანული ტრადიცია და პირველ ყოვლისა თანმიმდევრობა ითხოვს და მადლობა ღმერთს, რომ ასეთი ყავს პატრიარქი, ასრულებს სიტყვას ამგვარად. ჩემო სულიერო შვილობო, გთხოვთ შემიდოთ მეც შეწოდებანი ჩემი და უძლოება. ღმერთმა შეუნდოს ჩვენს უწმინდეს პატრიარქს. ხნეობა მისცეს, ძლიერება მისცეს. ეს ის პატრიარქია, რომელიც მოესწრება მეორეთ მოსვლას. რომლის წინამძღოლობითაც მოგვიწევს ბოლო ჟამს ტყეღრეში და უდაბნოებში გასვლა. მამა გაბრიელს უფრო კონკრეტულად თათნათქვამი 30, 50 გადაჭრო მარტო წარწყდებით, ისეთი დროება მოდის. ეს დრო გვიახლოვდება და როგორც სიტყვია ხოლმე ქართულად ჩილში ნუსხეთ ხარ, გაიღვიძეთ.